მოგესალმებით ძვირფასო ბავშვებო, ჩვენ ვართ ჟოზეს სტუდიაში. მე ვარ გიორგი და ჩემთან ერთად არის ქალბატონი ელისაბედი. მოგესალმებით. როგორ ახართ? კარგად. ძალიან მიხარია რომ კარგად ხართ და ბატონი ლევანი. გამარჯობა ბატონი ლევანი. როგორ ხართ? ძალიან კარგი, მიხარია რომ კარგად ხართ. მოკლედ, შევიკრიბეთ მე ელისაბედი და ლევანი ჟოზეს სტუდიაში და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ძალიან სახალისო თამაში. თამაში რომელიც დაგვიტოვა ჟოზე. რა თამაშია ჯერ ზუსტად არ ვიცი. მოდი იცი რა ქენი შენ? აი იქიდან აი ჟოზემ სადაც დაგვიტოვა ის თამაშები, აი ეს პარკები მოიტანე, აბა მოდი. და ნახოთ ერთი რა თამაში არის, რაღაცა კარგი დაგვიტოვა მე მგონი ჟოზემ და ვნახოთ. მოდი ჯერის გადავდოთ. მზად ხარ? მაშასე ეს არის ჟოზეს გასაფერადებელი რვეულები. ნახე თან რამდენი რატოვა და არის 4 სერია. აბა ერთი გითხარით ეს რა სერიაა? მათემატიკა. დაიჭირეთ ამა. აბა ბავშვებსაც აჩვენე. ეს არის მხიარული მათემატიკა. ჟოზეს სერია მხიარული მათემატიკა, ხო იცი? რომელია მხიარული მათემატიკა? რას გვასწავლის? ჟოზე გვასწავლის მათემატიკას, სიმღერას. სიმღერა, ხო იცი სიმღერას? კი. აბა როგორ არის? 1 2 3 4 მართალია, ხო? კი, ძალიან მაგარი. ესე იგი, პირველი სერია ეს არის ჟოზეს მხიარული მათემატიკა, გასაფერადებელი. მეორე ეს არის ჟოზეს მეგობრები. ეს სერიაც ხო გვახსოვს? ეს მე ვარ ბიჭი ჟოზე, გახსოვთ ხო? მესამე სერია ფერები, რომელია ფერები? სიმღერით გვასწავლის ფერები. ხო, გიყვარს ეს სერია შენ? აი, მესამე სერია არის ფერები და მეოთხე სერია რა არის? ეს წაიკითხე? ცხოველები. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ჟოზეს გასაფერადებელი რვეულები, 4 სერია და 4-ვე არის აი ესე ჩვენ გვაქვს 3-3 ცალი. 3-ს რო შევხვდეს. და რა უნდა ვითამაშოთ? ჩვენ უნდა ვითამაშოთ შეჯიბრი გაფერადებაში. ამისთვის რა დაგჭირდება? ფანქრები. აი, ფერადი ფანქრებიც გვაქვს, საკმარისია? სერიოზულია. ესე იგი, ეხლა რა არის ჟოზეს თამაში გასაფერადებელი? პირველ რიგში ჩვენ უნდა ავირჩიოთ გასაფერადებელი, არ ვიცი წინასწარ რომელიც შეგვიძლია. აბა დახუჭე შეგვიძლია. აირჩიე რომელი გასაფერადებელი გინდა? აირჩიე რომელი შეხვდა? აბა ნახე რომელი შეხვდა. პირველი და მხიარული მათემატიკა, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს. აბა შენ რომელი შეხვდა და დახუჭე თვალი? აბა მიდი. შენ რომელი შეხვდა? მე შეხვდა ჟოზეს მეგობრები. ჟოზეს მეგობრები და აბა მე თავარჩიო, ხო? მე თვალ დახუჭული? მე შემხვდა ფერები. ძალიან მაგარია. ხო, პირველი სერია, მეორე სერია, მესამე სერია. კარგი. ეხლა როგორ ვაფერადებთ? თვალ დახუჭული, უნდა ავარჩიოთ ფანქრები და უნდა ავარჩიოთ 3 ცალი ფანქარი. რომელი ფერი შეხვდება, იმით გავაფერადებთ. კარგი? პირველი ვინ იქნება? შენ? იყოს პირველი. კარგი. აბა დახუჭე თვალი. დახუჭე თვალი, მიდი, არჩე. აიღე 3 ერთად აიღე, რა შეხვდა? შავი, ყვითელი და ლურჯი. აბა შენ. დავწოვე. მიდი შენ დაიწყე, დახუჭე თვალები. 1 2 და 3. შენ რა შეხვდა? 2 ყავისფერი და 1 მწვანე. კარგი, ეხლა მე ავარჩიე, ხო? მოდი ამარჩევინე დამეხმარა. მე კაი ფერები არ მინდა. 1 2 არა ეს არა ეს. თუ ეს. ეს რა? კარგი, მოდი. ეს. მე შევხვდა 2 იასამნისფერი და 1 ცისფერი. კაი, დავიწყოთ გაფერადება. ჯერ ერთ გვერდს ვაფერადებთ, მე ავიღებთ კიდე 3 ფანქარს და გავაფერადებთ მეორე გვერდს. პირველი რომელი გავაფერდები? რომელიც გინდა.
აი გააფერადე და შემდეგი სამი ავიჩერთ, კარგი? ჯერ ვერ ნახე გავაფერდე. არა, ბოლოს მთელი გვერდს რო გავაფერადეთ, მერე ვაჩვენებთ. კაი. მოდი. და იმ სამებას შეგვიძლია ეხლა შენ დაისვე არჩევა. აბა. მედი ახლა ერთი, საუკეთესო ფერი შეხვდა. 2 და 3. 2 ერთნაირი შეხვდა, მაგრამ ძალიან ფერად ისე ნახე. ეს არის ვარდისფერი და კარგისფერი 2. აბა მიდი. 1 2 3. ამას სამივე სხვადასხვა შეხვდა. კარგი, აბა მოდი ახლა მე. ერთი სად არის? სად არის? აჰა, სამ. მე 2 ყუთელი შემდგა. და ერთი წითელი. კარგი, აბა და ხო დაიწყე, მეორე სახი გააფერადე. ეხა მესამე ბოლო არჩევაც და შენ იქითაც გადაყვედი? მე მაგდენი ვერ მოვასწრე. აბა მოდი, დახუჭე თვალები. დაიწყე. სამივე ერთდროულად ამოიღე? და რა ფერები ერთნაირია? შავი, ლურჯი და წითელი. ლურჯი. აბა შენ დახუჭე თვალები. არ გამოიხედა? 1 2 და რა ფერადი ამოვიდა. კარგი, აბა მე მომეხმარებ. რომელი მომეხმარება? არ გამოიხედა. არა, არ მიხედე. 1 2 ეს თითქოს უკები ვისია. აი, აჰა, 3. 3 სხვადასხვა შეხვდა და ისევ ყვითელი. დავიწყეთ. ვაჩვენოთ ელისაბედის ნახატი. აი, ასეთი ფერადი ნახატი გამოგვივიდა შემთხვევით არჩეული ფანქრებისგან. მაგრამ აქ რაღაცა კლია მე მგონი. ეს რატო არ ჩაწერე ეს გამოცანა? განტოლება. რამდენია ჩაწერე? 2-ს მივუმატოთ 1, რამდენია? 3. ამიტომაც გვაქვს 3 ფერადი სახლი. 1 2 3. მე მგონი ძალიან კარგია და ძალიან ლამაზია და ძალიან ფერადი. ეხლა ნახოთ ჩემი, აი, ჩემი როგორია? აი, ფერადი ავტობუსი და ყვითელი მზე. მოგწონს? ნახე რა კარგი გამოვიდა. მე ძალიან გამიმართლა მე მგონი ფერებში, იმიტომ რომ ყველაფერი ამომივიდა და ძალიან ფერადი ნახატები მივიღეთ. აბა? ბატონმა ლევანმა მოასწრო 2 ნახატის გაფერადება, 2 გვერდის გაფერადება და შავი ფერი ჭარბობს. მაგრამ რაც თავია ჟოზე არის ყვითელი. კარგი, ეხლა რა ვქნა? ეხლა უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული. დაჯექი? აბრძანდით, თორსა? ესე იგი, გამარჯვებული როგორ გამოვავლინოთ? ყველაზე ლამაზი ნახატი რომლის გამოვიდა? იმისი. შენი? შენ ვის აძლევ ხმას? ჩემ თავს. არა, შენ თავს არა, შენ თავს არ შეიძლება, სხვა ხმის. შენ ესე იგი, ლევანის ხმა, ელისაბედ შენ? კაი, ჩემი ხმა. ამას? კარგი. მაშინ მე შენ გაძლევ ხმას. რა გამოვიდა? სამივე გამარჯვებულები ვარ? გილოცავთ. გამარჯვებულები ვართ, გილოცავთ, მე გამარჯვებული ვარ. ესე იგი, ეხლა დავაჯილდოთ გამარჯვებულები. ვინც კარგად გააფერადა ჟოზეს გასაფერადებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ჟოზეს მეგობარი. აი, ყოველი გასაფერადებლის უკან
არის აი ასეთი ამოსაჭრელი საბუთი ჟოზეს მეგობარი. როდესაც გააფერადებთ ფერად-ფერადი ფანქრებით, შემდეგ ამას ამოჭრით და ეს იქნება იმის საბუთი, რომ თქვენ ხართ უკვე ჟოზეს მეგობარი. ჩვენ ახლა გავაფერადოთ უკვე ვართ ჟოზეს მეგობრები, ხო? კარგი, ეხლა ამოვჭრათ ეს ხო, სახელით უნდა დააწეროთ. ხო, აი ესეთი არის. აი ჟოზეს მეგობარი და ქვემოთ არის ადგილი იმისთვის, რომ დააწეროთ სახელი, თქვენი სახელი. კაი, დააწერე ელისაბედი, ამას დავაწეროთ გიორგი და ლევანი. მაშასე პირველი საბუთი მზად არის ჟოზეს მეგობარი ელისაბედი. ჩვენ ახლა დაგემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე და გავაგრძელებთ მეორე და მესამე საბუთების ამოჭრას ჟოზეს გასაფერადებელი რვეულიდან. გილოცავ, შენ ოფიციალურად ხარ ჟოზეს მეგობარი, აი ეს იმებეთ, ეს საბუთი შეგიძლია წარადგინო ყველგან. მოკლედ ლევანიკო თავის საბუთს გაამზადებს, მე ჩემს საბუთს გავამზადებ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით. მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ამოვიწყოთ. დავამშვიდობთ.